მოგესალმებით, გამარჯობა. პირველად დავიწყოთ ურბნისის ტერიტორიაზე და რუისის ტერიტორიაზე განხორციელებული გათხრებით. პირველ რიგში ეს იყო პროექტი, რომელიც ჩატარდა ლეიერკოს ეგიდით. ეს არის კერძო კომპანია, რომელიც ემსახურება სხვა კომპანიებს, როდესაც მიდის დიდი მშენებლობები. ამ შემთხვევაში რუისის და ურბნისის ტერიტორიაზე ჩვენ 2022 წლიდან კონტრაქტის მიხედვით ვემსახურებით Wind Powers, რომელიც აქ აპირებს 33 ქარის ტურბინის განთავსებას. ეს პროექტი დაფინანსებულია EBRD-ის მიერ და პირველადი შეფასებიდან მოყოლებული გავაკეთეთ პირველადი შეფასება, შემდგომ არქეოლოგიური გათხრები, ეხლა ვახორციელებთ მონიტორინგს და შემდგომში დასრულდება ეს პროექტი ამ შედეგების საბოლოო გამოქვეყნებით. იქ გვაქვს კიდევ სხვადასხვა აქტივობები, რომელიც ჯერჯერობით შეიძლება აქ საინტერესო არ იყოს. ამიტომ ამ საინტერესო აქტივობებს ნელ-ნელა შემდგომში შემოგთავაზებთ. ეხლა პირველ რიგში რაც შეეხება ამ არქეოლოგიურ გათხრებს, სანამ თვითონ არქეოლოგიურ გათხრებზე გადავალ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ შეფასების პერიოდში რა სამუშაოები ჩავატარეთ და რატომ მივედით შემდგომში უკვე არქეოლოგიური გათხრების ჩატარების, ესე ვთქვათ, აუცილებლობამდე. პირველ რიგში აქ ვიმუშავეთ ძალიან დიდ ტერიტორიაზე საუბარი. ეს ტერიტორია მოიცავს თვითონ რუისის მიმდებარე ტერიტორიას, არეალებს და თვითონ ურბნისის მხარესაც ჩამოდის. ჩვენ ახლა თავიდანვე დავიწყეთ ამ არეალის, ესე ვთქვათ, არქეოლოგიური დაზვერვები გავაკეთეთ პირველ რიგში ამ არეალის. თქვენ ხედავთ თვითონ საპროექტო ტერიტორიას და თქვენ ხედავთ თვითონ ამ ტურბინების განთავსების ადგილებს. ეს არის 33 სხვადასხვა ტურბინა და დაქსელილი საპროექტო ხაზებით. ანუ იქ შემდგომში უკვე უნდა აშენებულიყო გზები, გზებთან ერთად უნდა აშენებულიყო კაბელის ჩასადები ადგილი, რომ შემდგომში ეს დაერთდეს უკვე ცენტრალურ ხაზებთან და ხედავთ მის მიმდებარედ არსებულ ძეგლებს, რომელიც დაფიქსირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პლატფორმაზე და მათ ვიზუალური დაცვის არეალებს. ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც დაზვერვები ჩავატარეთ, მთლიანად დაზვერვებში ეს მთლიანად მოვიცავით მთელი არეალები, ესე ვთქვათ, მთელი ტერიტორია და არ დავზვერეთ მხოლოდ ის არეალები და ტურბინები, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. ამიტომ ჩვენ სრულად წავედით, ესე ვთქვათ, მთლიანად გავიარეთ ეს არეალები და პირველ რიგში ეს მანიშნებელი რაც იყო, ეს ურბნისის ტერიტორია ძალიან სენსიტიური ადგილია არქეოლოგიური თვალსაზრისით და ურბნისის ტერიტორიაზე ჩვენ თავიდან, რა თქმა უნდა, ვიცით ძალიან ბევრი საეტაპო ძეგლი, ეს თვითონ ურბნისის ნაქალაქარი არის, ვიცით კვაცხელები და ტულეპიაქოხის ნამოსახლარი, რომელიც 60-იან წლებში რომელსაც ლალი ჯავახიშვილი თხრიდა და
ესე ვთქვათ, ჩვენ ამ ტერიტორიაზე მე უკვე გამოვყავით სენსიტიური ადგილები, სადაც შეიძლებოდა რომ რაღაც არქეოლოგიური ნაშთები ყოფილიყო. თქვენ ხედავთ ახლა აქ ფერებით არის მონიშნული, განსაკუთრებით ეს მწვანით რაც არის მონიშნული ურბნისის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე პროექტის განხორციელებამდე, მშენებლობის დაწყებამდე ჩავატარეთ არქეოლოგიური გათხრები. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრების ანგარიშს წარმოგიდგენთ ახლა. ეს ორი ადგილი იყო, ერთი რუისის მიმდებარე, სადაც დაზვერვების დროს აიკრიფა კერამიკა და ეს ადგილი ჩავთვალეთ, რომ შესამოწმებელი იყო, უბრალოდ, რადგან მე მშენებლობას არ დაეზიანებინა ეს ადგილი. და თავად ურბნისის ტერიტორია, რომელიც ძალიან ახლო მოდიოდა უკვე ტლეპიაქოხის ნამოსახლართან, დაახლოებით ის 400-500 მეტრში უახლოვდებოდა ამ ტერიტორიას. აი ეს გახლავთ არეალები, ორი წერტილი, სადაც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ეს არის მეორე ეტაპის არქეოლოგიური გათხრები. ჩვენ პირველ რიგში უნდა შეგვემოწმებინა, იქ იყო თუ არა რამე არქეოლოგიურად საინტერესო და შემდგომში უკვე თუ რამე აღმოჩნდებოდა, აქ გაგრძელდებოდა ეს არქეოლოგიური გათხრები და ამ აღმოჩენებზეც ეხლავე მოგახსენებთ. შორს რომ არ წავიდეთ და დიდი ხანი არ გავწელოთ, აქ ურბნისის თვითონ რუისის ტერიტორიაზე გავაკეთეთ რამდენიმე თხრილი. პირველ რიგში ჩვენ კომპანიაც, ესე ვთქვათ, კომპანიისთვისაც პირველადი გამოცდილება იყო და ისიც ეს ამ მასშტაბის პროექტს პირველად ახორციელებენ საქართველოში, ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით სამშენებლო არეალი, რაც მე შემდგომში ნელ-ნელა გაიზარდა. ამიტომ ეს სამშენებლო არეალის გაზრდა უკვე გადავხარეთ მონიტორინგით და იქ ყოველდღიური მონიტორინგი კეთდება, რომ რამე საინტერესო არ დაზიანდეს, ან რამე საინტერესოს არ გადავაწყდეთ კიდევ, რომელიც შემდგომში უკვე კვლევას მოითხოვს. აქ გავაკეთეთ რამდენიმე თხრილი, თუმცა ამ თხრილების ძირითადი მახასიათებელია ძალიან სტერილური ფენები იყო. ეს ის ტერიტორია, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ კერამიკის ნატეხები და გვხდებოდა. ეს კერამიკის ნატეხები შეიძლება ყოფილიყო ნაგორავები და სხვა ტერიტორიიდან მოტანილი, რადგან მთელი რუისის ტერიტორია გამოყენებულია როგორც სახნავ-სათესი სავარგულები, ამიტომ იქ ახლა ხნის დროს რომელი კერამიკის ნატეხი სად გადაადგილდება, თავისთავად ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ მაინც შევამოწმეთ ეს მხარე. აქ ჰუმუსი ძალიან თხლად იდო, სადღაც 30 სანტიმეტრის შემდგომ უკვე დედაქანი იწყებოდა, ამიტომ იქ არაფერი საინტერესო არ იყო. ეს იყო რაღაც ნაგორავები კერამიკის ნატეხები, რომელიც ამ შურფში აღმოჩნდა, ამ შურფებში, რომელიც იქ გავაკეთეთ და იქ დავანებეთ თავი იმ ტერიტორიის სათვისებას შევეშვით და გადმოვედით უკვე ურბნისის მხარეს, როგორც მოგახსენეთ, აქ იყო 400 მეტრით დაცილებულ არეალზე, სადღაც ტლეპიაქოხის ნამოსახლართან, სადაც როგორც ასევე ლალი ჯავახიშვილი ვარაუდობდა, შეიძლება და ყოფილიყო ასევე ქვაცხელების სამაროვანი ან ქვაცხელების ტერიტორია, სადაც ქვაცხელების ნამოსახლარიდან იგრძელებოდა ხალხი. მათ თავის დროზე, როდესაც ქვაცხელების ნამოსახლარს წყრიდნენ, მიაკვლიეს 4 სამარხი გათხარეს და აქ რომელიც თითქმის დაზიანებული იყო და აქედან ინფორმაცია თითქმის არც მოგვეპოვება. თუმცა შემდგომ პერიოდში, რა თქმა უნდა, აქ ინტერესი არსებობდა და აქ არსებობდა მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამარხები. პირველი რაც უნდა ითქვას, როცა გადმოვით ურბნისის ტერიტორიაზე, ეს ურბნისის ტერიტორიაც სახნავ-სათესი არეალია, ამიტომ იქ მთელი აწლეულების მანძილზე იხვნებოდა მთელი სავარგულები, ამიტომ აქაც რაღაცა მოლოდინი თითქოს კი იყო, თუმცა მოლოდინი იმის რომ რამეს დაუზიანებლად მივაკლებდით, თითქმის არ არსებობდა და პირველი რაც დავიწყეთ, პირველი ტერიტორია რაც შემოვხაზეთ, ეს იყო მცირე ქვაყრილი, რომელიც მოვსინჯეთ, ასე ვთქვათ და ამ მცირე ქვაყრილის გვერდზე ასევე აღმოჩნდა მეორე ქვაყრილი და ამ ქვაყრილის შესწავლა დავიწყეთ. სამარხები ამ არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მივაკვლიეთ ორ კვარარაქსული პერიოდის სამარხს, ერთი იყო სრულად დაზიანებული, დაინომრა ასე უბრალოდ სამარხი ნომერი პირველი, სამარხი ნომერი მეორე და მეორე
იყო ხელუხლებელი სამარხი, ამაზე შემდგომში მოგიყვებით უკვე. აი, ხედავთ თქვენ სამარხი ნომერი პირველის ჩანახაც ეს და მისი დაზიანების ხარისხს. ის შემორჩენილი იყო ძალიან კუთხოვანი, ესე ვთქვათ, მხოლოდ ერთი კუთხე და სადაც მიცვალებული უნდა ყოფილიყო დაკრძალული, ის მთლიანად იყო ჩარეცხილი. ეს გახლავთ მცირე ფრაგმენტები, კერამიკის ფრაგმენტები, ერთი კაჟის ანატკეცი, რომელიც ამ სამარხიდან წამოვიდა, თუმცა აქ ისე იყო დაზიანებული ეს ყველაფერი, რომ ფაქტიურად აქ რამის გარჩევა შეუძლებელი იყო. და აქ უკვე საინტერესო იყო სამარხი ნომერი 2, თქვენ ხედავთ ჩანახას, რომელიც სრულად იყო შემორჩენილი, კრანიოლოგიური მასალაც, ესე ვთქვათ, ადგილზე კარგად იკითხებოდა. და ეს სამარხი იყო რიყის ქვით მოწყობილი, ქონა ასევე, აი ხედავთ სამარხს გახსნამდე და სამარხს გახსნის შემდგომ. ფაქტიურად ეს სამარხიც არსებობდა 10 სანტიმეტრზე ჰუმუსიდან, 10 სანტიმეტრის სიღრმეზე და იყო ეს რიყის ქვებით შემოსაზღვრული და 30 სანტიმეტრის სიმაღლის ჩაწყობილი ქვებით გაკეთებული. თქვენ ხედავთ მიცვალებულს, ძალიან ღარიბული სამარხი იყო, თუმცა დაუზიანებლად იყო შემორჩენილი, დაუზიანებლად ადამიანის მიერ. შემდგომში როგორც გაირკვა, აქ ამ ნალექების ხნათესვიდან გამომდინარე და საირიგაციო სისტემების მუშაობიდან გამომდინარე, ეს სამარხიც მთლიანად ირეცხებოდა, ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა აქ უკვე შემდგომში რამე კვლევების გაკეთება, თუმცა ჩვენ ეს ჩავატარეთ და ამაზეც მოგიყვებით. ეს გახლავთ უკვე არეალი თხრილი, რომელიც შემდგომში გავაფართოვეთ. აქ საინტერესო იყო, რომ სამშენებლო არეალი ფაქტიურად ძალიან გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც თავიდან მშენებლებმა ჩვენ გვითხრეს და დაახლოებით დავიწყეთ 200 კვადრატული მეტრიდან, საბოლოო ჯამში მივედით თითქმის ჰექტარ ტერიტორიამდე, რომელიც შემდგომში მშენებლებმა აითვისეს. ჩვენ დავიწყეთ ამ 1 ჰექტარი ტერიტორიის შემოწმება, კიდევ უკვე რაღაც ბრძივით ხრილებით, დავიწყეთ შემოწმება უკვე სატესტო ხრილებით. თუმცა სხვა სამარხის ნიშანი, ან რაიმე სხვა არქეოლოგიური ნაშთის ნიშანი აქ უკვე აღარ გამოიკვეთა. ფაქტიურად ამ ორი სამარხის მიკვლევაც იყო რაღაც იღბალზე დამოკიდებული, ერთი იყო მთლიანად დაზიანებული, როგორც გითხარით, პირველი რაც ვნახეთ და შემდგომში უკვე ეს მეორე სამარხიც, რომელიც 10 სანტიმეტრზე მდებარეობდა თითქმის და როგორ არ დაზიანდა აქამდე ამ ხნათესვის პერიოდში, წარმოდგენა პრინციპში არც გვაქვს. ანუ ამის გარდა იმ მთელს არეალზე, რომელიც აითვისეს სამშენებლო პროექტისთვის, არაფერი არ დაფიქსირებულა. ეხლა მასალა, რომელიც აღმოჩნდა, ძალიან ღარიბული სამარხი იყო, როგორც ჩანს შემდგომმა კვლევებმა მე როგორც გამოაჩინა, ეს იყო მოზარდი ადამიანის საფლავი, მოზარდი ადამიანის, რომელიც რაღაც დაავადებით დაიღუპა. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ქალბატონ ლიაბიტაძეს მიუტანით კრანიოლოგიური მასალა, გადარჩენა, რისი გადარჩენაც მოახერხეთ, ეს იყო რაღაც თავის ქალა და რამდენიმე ძვალი კიდევ. აღებისას რისი გადარჩენაც მოხერხდა, სამომავლოდ ამ კბილები მთლიანად დაუზიანებელი იყო, ამიტომ სამომავლოდ გავაკეთებთ კვლევებს, შეიძლება ეს გავაგზავნოთ უკვე C14-ის ანალიზზე და რაღაც სხვა ლაბორატორიული კვლევებით ჩაუტარდეს მას. სამომავლოდ ამას ვაპირებთ, როცა სანამ ეს პროექტი დასრულდება. თუმცა პირველი, ესე ვთქვათ, პირველადი კვლევების შედეგები უკვე აქ გვაქვს სახეზე, აღმოჩნდა სალესი ქვა, ესეთი მცირედი სალესი ქვა, რომელიც გახვრეტილი იყო და ეთყობა ქამარზე ჩამოსაკიდი ესე ჯიბის სალესია და ერთი კაჟის ნივთი რამოდენიმე ობსიდიანის ანატკეცი. არ ვიცი რატომ არ არის ჩასმული, შემდგომ ამ ქოთანის აღდგენა მოხერხდა, შეიძლება რაღაც გამომჩა ჩასმა, თუმცა ეს ერთი ცალი, ესე ვთქვათ, ერთი ცალი ქოთანი სრულად ამოვიღეთ, მე აღდგა ეს ქოთანი.
გაკეთდა პალინოლოგიური ანალიზი ამ ქოთანიდან და კიდე რამდენიმე ადგილიდან, სულ 5 ანალიზი გაკეთდა მთელი სამარხიდან. როგორც პალინოლოგიური ანალიზის ანგარიშიდან შევიტყვეთ, ამ ქოთანში იყო სამკურნალო ბალახეული რაღაცა სითხე. ესეც კარგად და შემდგომში როცა უკვე ქალბატონ მალიამაც გითხრა რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა რაღაც დაავადებებით, უკვე ლოგიკური ხდება, რატომ ჩაატანეს სამკურნალო, ესე ვთქვათ, სამკურნალო, არ ვიცი რა იყო, ბალახეული ან სამკურნალო ბალახეულისგან შედგენილი რამე ელექსირი. ეხლა რა ხდება, ეს იყო რაც უკვე ჩვენ მეორე ეტაპის არქეოლოგიური გათხრებით შევისწავლეთ ამ ტერიტორიაზე, მონიტორინგი როგორც გითხარით გრძელდება და ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ იქ რაღაც ყოველდღიური თითქმის ყოველ დღე ყავს ადამიანები, არქეოლოგების ჯგუფი, რომელიც ამას აგრძელებენ. ამ მონიტორინგის დროს ერთ-ერთ სამშენებლო არეალთან და არა არეალში აღმოჩნდა ძალიან საინტერესო კედლის ფრაგმენტი. საინტერესო ის არის, რომ ის ადგილი, სადაც მათ ტურბინის ფუძე აღმართეს, მთლიანად იყო მოთხრილი 2008 წლის ომის პერიოდში, როცა იქ გააკეთეს ეგრეთ წოდებული აკოფები და ტანკის ჩასაყენებელი დიდი ორმო გათხარეს სამხედროებმა და სწორედ ამ ტანკის ჩასაყენებელ ეგრეთ წოდებულ აკოფში ან ორმოში გაკეთდა ეს ახალი ტურბინის ფუძე, რომელიც ცდება ოდნავ ახლოს მოდის ამ კედელთან. ეხლა ამ მშენებლობის პერიოდში მონიტორინგის დროს უკვე აღმოჩნდა ეს კედელი. კედელზე ისეთი ჯერჯერობით ჩვენ უბრალოდ ამას გამოვაჩინეთ და ვნახეთ დღევანდელ მდგომარეობას კეთვით, ეს მიმდინარე პროცესია, ამიტომ ჩვენ უბრალოდ გამოვაჩინეთ და ვნახეთ. კედელთან ახლოს იყო ელინისტური ხანის დაახლოებით მეორე-პირველი საუკუნის მასალები, კერამიკული ფრაგმენტები, თუმცა კედელზე გვიანბრინჯაოს პერიოდის ნატეხები ფაქტობრივად ელაგა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ვერ ვიტყვით ახლა ამ კონკრეტულ ეტაპზე რომელი პერიოდის არის ეს კედელი, თუმცა ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ფაქტიურად ეს გორა, რომელზეც ეს კედელია, ტერასულად ეშვება სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ, ამიტომ იქ ადგილზეც უკვე ჩანს ნელ-ნელა გამოჩნდა სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ ამ ნამოსახლარის და საკმაოდ მძლავრი ნამოსახლარი ჩანს გაგრძელება. თუმცა თავისთავად ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მთლიანად ამ ნამოსახლარს ვერ შევისწავლით, შემდგომ შევხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, იქნებ დავათარიღოთ მაინც და შემდგომ უკვე ამაზე ინფორმაციას გადავცემთ თავისთავად ინსტიტუციებს და შემდგომში ამ კვლევების გაგრძელება უკვე სამომავლოდ სამეცნიერო კვლევების გაგრძელება შეიძლება. ეხლა ამ პერიოდში ეს კედელი, ესე ვთქვათ, გადავფარეთ წყალგაუმტარი ცელოფნით, არ ვიცი, და დავაყარეთ მიწა, გავაკეთეთ, ესე ვთქვათ, ვიზუალური ღობე, ბანერები, რომ ყველამ კარგად იცოდეს, ესე ვთქვათ, სად არ შეიძლება ამ საზღვრების გადაკვეთა, რომ არ მოხდეს შემდგომი დაზიანება. მადლობთ ყურადღებისთვის, თუ კითხვები გაქვთ ამ კონკრეტულ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა, ეს არის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ხეც. რა მაინტერესებს? შეგეძლოთ თუ არა რომ გამოგეყენებინათ გეოფიზიკური ძიების საშუალებები. შემდეგ საძირკო თხრილების რაოდენობა, გავლება რა ნიშნით განისაზღვრება და თვითონ გეოფიზიკა უფრო ძვირიჭდება თუ საძირკო თხრილების გავლება. კი ბატონო, გიპასუხებთ. პირველ რიგში შეგვეძლო თუ არა, ეს როგორც წესი განისაზღვრება ხოლმე ბიუჯეტით და გეოფიზიკური კვლევები ღირს ძვირი, ვიდრე საძირკო თხრილების გაკეთება. მან ორი პრობლემა არსებობს. გეოფიზიკური კვლევა ზოგადად პირველ რიგში ამისი აპარატურა ძალიან ცოტაა საქართველოში.
რომ გაკეთდეს გეოფიზიკური კვლევები. მეორე რიგში ამას ჭირდება რაღაც დიდი მონაცემთა ბაზა. შეიძლება გეოფიზიკურმა კვლევებმა სრული სურათი ვერ მოგცეთ დღევანდელი მდგომარეობით, რადგან საქართველოში ეს კვლევები ხშირად არ ტარდება და საქართველოში ჯერჯერობით ამის მონაცემთა ბაზა, რაზეც მე დავეყრდნობით, თითქმის არ გვაქვს. ანუ ნიადაგების მონაცემთა ბაზა, ამას როგორ გამოაჩენს შემდგომ გეოფიზიკურ კვლევაში ჯერჯერობით არ გვაქვს. ნელ-ნელა ამის შექმნა შეიძლება თავისთავად, შეიძლება გამოცდილებით, შეიძლება კვლევების გაკეთებით და სამომავლოდ ამ ბაზის შექმნის იდეა უნდა მოდიოდეს ალბათ რომელიმე დიდი ინსტიტუციიდან და არა კერძო კომპანიიდან, იმიტომ რომ დიდ ინსტიტუციებს აქვთ ამის რესურსი, როგორიც არის უნივერსიტეტი, როგორიც არის მუზეუმი მაგალითად და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება, შეიძლება გეოფიზიკური კვლევების შემდგომ მაინც დაგჭირდეთ მეორე, ანუ შურფის გაკეთება, რადგანაც იქ გამოვლენილმა ფენებმა ან რამე საეჭვომ შეიძლება საერთოდ არ მოიტანოს შედეგი, ან შეიძლება რამდენიმე პროცენტიანი აცელა დასვას, რამაც შემდგომში გამოიწვიოს ეჭვის დაეჭვება და დაეჭვებას უნდა მოყვეს აუცილებლად მისი შემოწმება, სანამ 100%-ით არ დარწმუნდება ადამიანი, რომ იმ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთები არ არის. ეხლა რაც შეეხება არქეოლოგიური თხრილების რაოდენობა როგორ განისაზღვრება, ეს განისაზღვრება ტერიტორიის სიდიდით და ეს განისაზღვრება ტერიტორიის ამ არეალზე არსებული ინფორმაციით, რა ტიპის არქეოლოგიური ნაშთები შეიძლება დაგხვდეს, ანუ ჩვენ ხო უკვე ვიცით, უკვე 100 წლეულზე მეტია რაც საქართველოში მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, საარქივო მასალები და ჩვენ ვიცით დაახლოებით რა ტიპის არქეოლოგიური ნაშთები შეიძლება დაგხვდეს. აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა რაოდენობის შურფი გაკეთდება იმ არეალზე, რომელიც შემოდის საპროექტო ტერიტორიაზე. არ ვიცი რამდენად უპასუხეთ თქვენ შეკითხვას. საინტერესოა, თქვენ სადაც ვაკეთებთ, რა ხასიათის სამუშაოებს უნდა კაბელის ჩასადები, თხრილები იყო, თუ რაღაცა საყრდენი ადგილების შერჩევა იყო, იმიტომ რომ ერთ ადგილას ძალიან ბევრი თხრილები იყო, რომლებშიც ფაქტიურად მასალა არქეოლოგიური არ დადასტურდა. ხო და აი სადაც თხრილი არ გააკეთეთ, ეხლა თქვენი დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი არ არის. მონიტორინგი რო დააწესეთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეეჭვებათ, რომ შეიძლება კიდევ რაღაცა აღმოჩნდეს და არა, ეხლა გეტყვით, მოკლედ როგორ ხდება ამის განსაზღვრება, ეს სადაც ჩვენ თხრილები გავაკეთეთ, ეს არის ტურბინის ფუძის არეალები. 33 ტურბინა უნდა გაკეთდეს ამ მთელ საპროექტო ტერიტორიაზე, არ წინა იმაზე, 33 ტურბინა. როგორც თავიდან მშენებლებმა გვითხრეს, ტურბინის ფუძე სჭირდება 200 მეტრი, 200 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც უნდა ამოითხაროს ძალიან დიდი ორმო. თუმცა, როგორც შემდგომში პრაქტიკამ გამოავლინა, ორმოს ამოთხრის გარდა მათ სჭირდებათ კიდევ სხვა არეალები, სადაც საწყობებენ ფრთებს, რომელიც შემდგომში უნდა დამონტაჟდეს, კრანს, რომლითაც უნდა დამონტაჟდეს და ასევე შექმნიან სამუშაო, ასე ვთქვათ, ეზოს. ეს მოედანი თითქმის 1 ჰექტარამდე გადის. ამიტომ ჩვენ რომ უკვე თავიდან დავაფიქსირეთ ის ტერიტორიები და შურფები, ესე სატესტო შურფები დავადეთ იმ არეალებზე, სადაც უნდა გაკეთებულიყო კერძოდ ტურბინის ფუძეები. შემდგომში როგორც აღმოჩნდა, რომ ამ უფრო მეტ არეალებს მოიცავს და უფრო მეტ არეალზე ჭირდებათ მიწის მოხსნა, ვიდრე ეს იყო თავიდან განსაზღვრული, ამიტომ ჩვენ მონიტორინგი დავაწესეთ და ყოველდღიურად 3 ადამიანი აკეთებს შემოვლას იმის მიხედვით, თუ რა ტერიტორიებზე მიდის მშენებლობა. შემდგომში აქ უკვე უნდა გაკეთდეს ასევე კაბელის თხრილი. თქვენ გახსოვთ ბიპის დროს, როცა კეთდებოდა მილის ჩასადები თხრილი, დაახლოებით იმ სიდიდის თხრილი კეთდება და ეს თხრილი შემდგომში 6 კილომეტრში უერთდება უკვე ცენტრალურ ასე ვთქვათ, გადამცემ ხაზებს, ცენტრალურ სადგურებს, ამიტომ ამის მონიტორინგსაც ვაკეთებთ. სანამ
მიდის სამუშაოები, პირველ რიგში ეჭვი გვაქვს თუ არ გვაქვს, ჩვენი აზრით მონიტორინგი მაინც აუცილებლობაა, რადგანაც საქმე გვაქვს შიდა ქართლთან, საქმე გვაქვს რუისის და ურბნისის არეალებთან, სადაც უკვე ვიცით და დარწმუნებით ვიცით, რომ არსებობენ საეტაპო ძეგლები, როგორც არალაქსული, ასევე ელინისტური ხანის ძეგლები, ამიტომ ასევე შუა საუკუნეების ძეგლები, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა იქ, რომ შევქმნათ ის გარემო, რომ კომპანიებს არ მიეცეთ საშუალება და თვითონაც შეიგნონ ეს ბოლომდე, რომ მათ არაფერში სჭირდებათ ამის დაზიანება და ჩვენ ვიქვართ მხოლოდ იმისთვის, რომ მოვაგვაროთ პრობლემა. მათთვის პრობლემა რა თქმა უნდა. და ჩვენთვის ამოვიღოთ ის ინფორმაცია, რომ არ დავკარგოთ უბრალოდ ინფორმაცია. ჩვენ ახლა ხანდახან ვერ დავიწყებთ იქ სამეცნიერო ჯგუფების ვერ გავაგზავნით, ვერ დავიწყებთ იქ სამეცნიერო, ესე ვთქვათ, შესწავლას, თუმცა შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაცია შემდგომი კვლევებისთვის. სწორედ ეხლა ამ ეტაპზე, რადგან EBRD-ის პროექტია და ამ პროექტს აფინანსებს ევროპის განვითარების ბანკი, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ შემდგომი კვლევებიც გავაკეთოთ, გვეძლევა საშუალება, რომ ამაზე სამეცნიერო პუბლიკაციაც გავაკეთოთ უკვე პროექტის დასრულებისას და გვეძლევა საშუალება, რომ ნებისმიერ არქეოლოგიურ ნაშთს მიუდგეთ ისე, როგორც მიუდგებოდით, რა ვიცი, როგორც საჭიროებს მიდგომა. მე მაინტერესებს მონიტორინგი ანაზღაურებადია? რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში თუ გეოფიზიკა ბანკი თუ არ არსებობს, ჯერ თუ არავინ არ გააკეთა ეს მონაცემები და რაღაც, ხომ არ გეცადათ რაღაცა ამ აპარატის დაქირავება და მაინც ამის გამოყენება იმ ტერიტორიაზე, სადაც იქნება ეს მაინც უფრო იაფი დამჯდარი. ბოდიშტი ბადამბოგი მე უპასუხებ როგორც იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ამას ნებართვას ვიძლევით, ეს კვლევები, რომელიც უკავშირდება მეხუთე რანგის მშენებლობებს, ეს სამთავრობით არის გასაზრდელი გარკვეული მშენებლობების ტიპი, რომელიც გადის განსაკუთრებული დანიშნულების მშენებლობებში და ის კანონით რეგულირდება, რა ეტაპები უნდა გაიაროს. პირველ ეტაპზე ამ კანონ პროექტის შედგენის დროს, კანონის პროექტის შედგენის დროს, სამშენებლო პროექტის შედგენის დროს ევალება კომპანიას, რომ წარმოადგინოს ზედაპირული არქეოლოგიური გასკვნა ამ ტერიტორიის, თუ სენსიტიური ტერიტორიები გამოიკვეთა შემდეგ უკვე ვიძლებით აუცილებელ დასკვნას, რომ წარმოადგინონ მეორე ეტაპით ამ შურფირებით დადასტურებული ანგარიში და თუ ამ შურფირებამ დაადასტურა იმ საკვლევ ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტის არსებობა, არქეოლოგიური ობიექტის, შემდეგ კომპანია ვალდებულია, რომ იმ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევა ჩაატაროს. ზუსტად ეს გაიარა ამ კომპანიამაც. ამ კანონითა და ამ იმით, რომელიც ჩარჩოშია მოქცეული და რეგულირდება კანონები, კულტურული მემკვიდრეობის და plus კიდე გარემოზე მოქმედების და სხვა კანონები, იქ არ არის ეს კონკრეტულად და ასე გადაიქცეს, რომ მაინც და მაინც გეოფიზიკურ და ფართომასშტაბიანი კვლევები უნდა ჩატარდეს და შესაბამისად ჩვენ ეს ბერკეტი არა გვაქვს, რომ მაინც და მაინც კომპანიას მოთხოვოთ, რომ ამ მიმართულებითაც წავიდეს და ამიტომ იქიდანაც ვინაიდან დაფინანსება არის ყოველთვის ძალიან დიდი ჭიდაობის შედეგი, ეს ასეთ მოთხოვნას ვერ უყენებ. ეს რო იყოს სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევები, იქ სხვა, მაგრამ როცა საუბარია მშენებლობებზე, იქ სხვა ორგანოებიც ჩართულია და ჩვენ მარტო ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ამიტომ ცოტა სხვა ეტაპით, სხვა პრინციპით მუშაობ ხოლმე და ეს მაგალითი უბნისისა და რუისის მაგალითი არის ერთი კარგი შემთხვევა დანარჩენებიდან, რომლებაც პირნათლად შეასრულეს თავიანთი დაკისრებული ვალდებულება და თავიდან ბოლომდე დღემდე ასრულებენ. ეხლა დათომ კითხვა რომ უნდა აკეთდეს, მაგრამ თუ გაივით ეხლა დასავლეთში უკვე დაინახავთ, რომ ნაწილი ამ ტურბინებისა უკვე დგას. მშენებლობა დაწყებული კი არა, შუა ფაზაშია, მიუხედავად ამისა კომპანია დღემდე ვალდებულებას ასრულებს და მონიტორინგი ხორციელდება და ყოველდღიურ მონიტორინგი ხორციელდება. ეს არის მართლა კარგი მაგალითი, სამწუხაროდ ბევრი კომპანია ამას ბოლომდე არ აკეთებს. ანუ მე კიდევ ერთი რომ ზოგადად ამ გეოფიზიკური იმის შექმნა მონაცემთა ბაზის, ანუ ჩვენი რესურსებით რომც დავიწყოთ ახლა. აი რომც ჩამოვიტანოთ აპარატი
ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის საქართველოში აგერ ილიას უნივერსიტეტს აქ კიდევ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ამ აპარატით აკეთებს კვლევებს ჩვენ ფარავანზე გამოვიყენეთ. გეოფიზიკის ინსტიტუტსაც აქ დიახ კი ბატონო, ჩვენ ფარავანზეც გამოვიყენეთ ამ კვლევებით, გავაკეთეთ რაღაც ექსპერიმენტები. საბოლოო ჯამში უბრალოდ ამას ჭირდება ყველა შართულობა და ამას ჭირდება რაღაც დრო. ჩვენ ახლა რომ თქვათ, ეს აპარატები ჩვენი ყველასი აქ ვინც ვხედავთ და მათი კიდევ ვინც აქ არ არის. ყველა არქეოლოგიური საზოგადოების, რომელიც ახორციელებს ამ კვლევებს. გეოფიზიკის ინსტიტუტის. ეს არის ერთობლივი დიდი პროექტი და ნაბიჯი, რომელსაც ჭირდება გამოცდილების დაგროვება და ჭირდება რამდენიმე წლიანი შრომა. ეხლა ჩვენ რო უბრალოდ ავიღოთ და ვიქირავთ და კომპანიას ვთხოვოთ, რომ ჩვენ ამისთვის გვინდა ფულის დახარჯვა, შედეგს უბრალოდ ვერ მივიღებთ. შედეგი იქნება ის, რომ სადღაც დავაფიქსირებთ საინტერესო რამეს და იქ უნდა გავთხაროთ, თუმცა იქ მაინც მოგვიწევს შურფების დადება. ანუ კომპანიას მაინც მოუწევს ამ შურფებზე ფულის დახარჯვა, მანამდე გეოფიზიკურ კვლევაზე ფულის დახარჯვა და შემდგომ შეიძლება ეს ფული გადაყრილი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც გეოფიზიკურმა კვლევამ საეჭვო, ესე ვთქვათ, ფორმირება აჩვენა, შეიძლება იქ არაფერი არ აღმოჩნდეს. ამიტომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ჩვენ ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. მე არ ვიძახი რომ ეს ან კარგი ან ცუდია. ინგლისში პირდაპირ მოთხოვნა ნებისმიერი კომპანია ვალდებულია რომ გააკეთოს. იქ არქეოლოგიური კომპანიები უკვე მეორე ეტაპის არქეოლოგიურ გათხრებს აღარ აკეთებენ. მხოლოდ მესამე ეტაპი მიდის, იმიტომ რომ მეორე ეტაპი კეთდება მხოლოდ გეოფიზიკური მონაცემების შეკრების საფუძველზე. სანამ ჩვენ იქამდე მივალთ, ჯერ გზა გვაქვს გასავლელი და ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდა. იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც არავალდებულებს კომპანიებს, უბრალოდ ვერ გავალდებულებს ამ კანონის მიხედვით კომპანიებს, რომ განახორციელონ ის არქეოლოგიური მასშტაბური შესწავლა, რომელიც არქეოლოგებს ასე გვაწუხებს, მინდა მოგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ახლა კანონში ცვლილებების შეტანა, შესაბამისად მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ აი ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ასე ვთქვათ ობიექტებზე და კარიერებზე და ასე შემდეგ გამკაცვლება ეს კანონი და პლუს კიდე კანონში შევაცვლილება, რომელიც დაავალდებულებს კომპანიებს, რომ განახორციელონ არქეოლოგიური სამუშაოები ისე, როგორც მოითხოვთ ჩვენ. შესაბამისად ეს უბრალოდ არის რაღაცა გარკვეული დროის ამბავი და მოხდება კანონში ცვლილება, რითაც მე ვიხელმძღვანელობთ სულ. მადლობთ. დავარჯო. Excel program programmation with integral system. 60 სანტიმეტრი. 60 სანტიმეტრი. ხომ არ გიფიქრიოთ რომ ეს ინტეგრალი არის სისტემა. იმიტომ რომ ჰორიზონტზე არის აშკარად გასწორებული. არა, იქ ჰორიზონტზე გასწორებულია, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ბოლომდე შეგვესწავლა. ჩვენ უბრალოდ რომ პირველი აღმოჩენა რო გაკეთდა, უბრალოდ რამდენიმე ქვა ესე ვთქვათ, ისე იყო დალაგებული და ისე ქონა ესე ვთქვათ, ზედაპირი ისე იყო დამუშავებული, მე თუ გაგვიჩნდა რომ ეს იყო არქეოლოგიური, ამიტომ გავწმინდეთ რომ გვენახა რა იყო. არა, იქ მე შემდგომ ესე ვთქვათ დაკვირვებამ კიდევ გამოავლინა რომ ეს არის ნამოსახლარის ნაწილი, კერამიკაც ისე არის გამფენილი და ტერასებზეც ისე გრძელდება. დიდი მადლობა. კარგი, უცებ ჩავატაროთ, შემდეგი მოხსენება, ეს არის უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტში თოდაძის ციხის ფერზე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კვლევის ანგარიში. ეს არქეოლოგიური გათხრები უკვე დაფინანსდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. ეს იყო ფაქტიურად მცირე სამეცნიერო კვლევა, რომელიც ერთად ჩავატარეთ და ეს იყო ბატონი ზურაბ ლაგვაძის საქმის გაგრძელება, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ძანდებოდა და რომლის ექსპედიციის წევრებიც ვიყავით ჩვენ, როცა მან დაიწყო არგვეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. გააგრძელა უფრო სწორედ. ამიტომ
ჩვენი მხრიდან წელს ამ არქეოლოგიური გათხრების და ჩემი მხრიდან განხორციელება იყო რაღაც იმ საქმის გაგრძელების მცდელობა მოგრძალებულად რა თქმა უნდა, რომელიც მან დაიწყო თავის დროზე დიდი ხნის წინ მისი კარიერის დასაწყისშივე. ეხლა თავად თოდაძის ციხე, სადაც ეს არქეოლოგიური გათხრები განხორციელდა, მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში და ეს წარმოადგენს მოდინახეს ციხის ფერდის გაგრძელებას აღმოსავლეთისკენ. თოდაძის ციხეს ასევე წერეთლის ციხედაც მოიხსენიებენ ხოლმე და ბატონი ზურაბ რაგვაძის ბოლო ექსპედიციაში 2022 წელს მან დაიწყო აქ სატესტო თხრილების, ესე ვთქვათ, სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაატარა. რამდენიმე თხრილის გაკეთდა და ამ რამდენიმე თხრილში ძალიან საინტერესო ფენები დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო პერიოდების ძეგლი აღმოჩნდა. პირველ რიგში 4 თხრილიდან, რომელიც მაშინ გაკეთდა, ესე ვთქვათ, დაფიქსირდა ძალიან საინტერესო მტკვარ-არაქსული პერიოდის ფენა და თქვენ ხედავთ ახლა მტკვარ-არაქსულ მასალას, ეს მოგვიანო პერიოდის მტკვარ-არაქსის კერამიკული ფრაგმენტებია და ეს დაფიქსირდა მხოლოდ ერთ მცირე არეალზე ამ თხრილში, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის 2022 წლის თხრილი. ასევე დაფიქსირდა მე-7 საუკუნეების ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეების კერამიკული მასალა და როგორც თქვენ ხედავთ, ასევე კედლის ფრაგმენტები, ანუ ქვის გროვები, რომელიც შემდგომ კედლის ფრაგმენტებად გადაიქცა, ესე ვთქვათ, იყო. და ეს რაღაც ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო თავის დროზე, რადგან ზემო იმერეთში, კერძოდ საჩხერის ტერიტორიაზე ქვის არქიტექტურა თითქმის იშვიათად გვხვდება. ამ პერიოდის ქვის არქიტექტურაზეა საუბარი. ასევე დაფიქსირდა ადრე ელინისტური ხანის სამარხი, მე-3 საუკუნის სამარხი და გვიანანტიკური ხანის პერიოდის სამარხი და ადრე შუა საუკუნეების ფენა. ეს არის მე-4-6 საუკუნეები ახალი წელთაღრიცხვით. ჩვენ როცა მივედით ესე ვთქვათ თოდაძის ციხეზე დავიწყეთ ამ დაფიქსირებული ფენების, ესე ვთქვათ, თხრილების გაგრძელება, რადგან ეს აღმოჩენები, როგორც წესი, მოხდა თითქმის ექსპედიციის დასრულებამდე და მტკვარ-არაქსული ფენაც ზუსტად იმ პერიოდში აღმოჩნდა, როცა უკვე თითქმის წამოსვლას ვაპირებდით ექსპედიციიდან, ანუ უკვე მთავრდებოდა აქტივობა და ასევე სამარხი, რომელიც ადრე, ესე ვთქვათ, სამარხი, ადრე ელინისტური სამარხიც აღმოჩნდა თითქმის ბოლო დღეებში. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ამ თხრილების გაფართოება, რომელიც უკვე არსებობდა მანამდე და ახალი თხრილების გაკეთება, რომ კარგად დაგვეფიქსირებინა, ესე ვთქვათ, კარგად შეგვეგროვებინა ინფორმაცია, რომელიც უკვე არსებობდა მანამდე. ეს არის უკვე ჩვენ მიერ გაკეთებული თხრილები, რამდენიმე ადგილზე დავტესტეთ, ესე ვთქვათ და თქვენ ხედავთ ახლა იმ თხრილის ჩრდილო-დასავლეთის გაგრძელებას, რომელშიც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსული ხანის მასალა. ამ თხრილში, ესე ვთქვათ, დაფიქსირდა ძალიან დაზიანებული კედლის ფრაგმენტები, რომელიც უკვე თითქმის იდო თვითონ თირზე. ეს თვითონ ეს ფერდი ძალიან დაზიანებულია, ეს ფერდი არის მეწყერული. და ამ თავის დროზე აქ იყო როგორც ხილის ბაღები, ასევე როგორც მოსახლეობამ გვითხრა, იქ ხორბალი მოყავდათ ხოლმე თავიდან ეს ფერდი, რომელიც ეხლა ტერასულად არის, ან დაქანებაა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, გაკეთებული იმის გამო, რომ მეწყერს ქვემოთ მოსახლეობისკენ მოაქვს მთელი ფერდი და თავად ციხე მდებარეობს ამ ფერდზე არსებულ კლდეზე, საიდანაც ცვივა დიდი ლოდები და საიდანაც ცვივა ასევე ძალიან ბევრი გვიანი შუა საუკუნეების მასალა. ფაქტიურად აქ არსებული არქეოლოგიური ფენებიც და არქეოლოგიური ზედაპირიც ძალიან დაზიანებულია და თქვენ ახლა ხედავთ თითქმის დაქალების, ესე ვთქვათ, სიმძლავრეს. ამ ტერიტორიაზე არსებული ამ პერიოდის, ესე ვთქვათ, არქიტექტურა შემორჩენილი საერთოდ არ არის
ჩვენ უბრალოდ ხედავთ რაღაცა ქვის გროვებს, რომელშიც მასალაა ძალიან ბევრი გაბნეული და ეს მასალა არის, ესე ვთქვათ, წინარე ანტიკური ხანის პერიოდის მასალა. ეხლა ხედავთ თვითონ ამ თხრილში აღმოჩენილ, ანუ გათხრების პერიოდში გამოვლენილ კერამიკის ფრაგმენტებს. ასევე ეს იყო პირველი თხრილის, ესე ვთქვათ, ასევე სხვა შერეულ მასალას ჩვენ ვცადეთ, რომ ამ თხრილის გაგრძელებაზე ასევე დაგვეფიქსირებინა მტკვარ-არაქსული ფენა და მისი არსებობა დაგვედასტურებინა საბოლოო ჯამში, თუმცა ამ თხრილმა უკვე თითქმის აღარ მოგცა, ესე ვთქვათ, ინსიტუ აღარ მოგცა რაღაცა ზედაპირზე განფენილი, ერთ ტერიტორიაზე განფენილი მტკვარ-არაქსული ნატეხები. აქ იყო შერეული, რამდენიმე ადგილზე იყო შერეულად მოდიოდა რამდენიმე მცირე ფრაგმენტი, თუმცა მასალის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ადრეანტიკური ხანის პერიოდის, მე-8 საუკუნეების პერიოდის ფენა და კერამიკის ფრაგმენტები. მეორე თხრილი გაკეთდა ზუსტად იმ სამარხთან ახლოს, რომელიც 2022 წელს აღმოჩნდა. გვინდოდა გვენახა უბრალოდ აქ სამარხების არსებობა, რადგან ამ სამარხებზე ინფორმაცია უკვე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არსებობს და ამ სამარხებზე ინფორმაცია, რომ ეს სამარხები ზიანდება, მოსახლეობას სადღაც ხვდება, იქ ვიღაცამ დააზიანა, ვიღაცამ გათხარა, ვიღაცამ რაღაცა სამარხეული ინვენტარი იპოვა, უკვე არსებობდა. ამიტომ ჩვენ ვაპირებდით, რომ დაგვეფიქსირებინა სხვა სამარხებიც, უფრო მეტი ინფორმაციის ამოსაღებად, თუმცა აქ უკვე ამ თხრილებში სამარხეული ინვენტარი აღარ აღმოჩნდა. სამარხეული ინვენტარიდან მხოლოდ ვიპოვნეთ თვითონ თხრილშივე და არა სადმე დაფიქსირებულად ბრინჯაოს ბრასლეტი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ზუსტად, ესე ვთქვათ, იმ არტეფაქტს, რომელიც, ესე ვთქვათ, გაითხარა წინა პერიოდში, ან იმ სამარხის ნაწილს, ან სხვა სამარხის, რომელიც დაზიანდა და რომელმაც დღეს ჩვენამდე ვერ მოაღწია. მეორე თხრილში დაფიქსირდა ეს ორმო, მსხლის ფორმის ორმო, რომელიც ამოვსებული იყო, ესე ვთქვათ, ქვით და ძალიან ბევრი სილის და ქვის მასით. ამ თხრილშივე დაფიქსირდა ეს კერამიკული ფრაგმენტები იგივე პერიოდის, ესე ვთქვათ, ძალიან არეული იყო ერთმანეთში ეს ყველაფერი, ამიტომ ორმოს რამე, ესე ვთქვათ, შეიძლება სამეურნეო ორმოს რაღაცა კონტექსტი მთლიანად გარკვეული არ არის ამ შემთხვევაში, რა კონტექსტის არის ეს ორმო, ესე ვთქვათ, ფენას ეკუთვნის და ასე შემდეგ. გავაგრძელოთ. კალისილია? როგორ? კალისილია კიდე? არა, ესეთი ფერის თირის ფენა არის და ამიტომ ამოლესილი არ არის, უბრალოდ ორმოა, სადაც ჩაყრილია დიდი ზომის ქვები და ქვიშა, სილა. ეს სილა არის ქვიშაქვების, ესე ვთქვათ, ნაშალი, ამიტომ როგორც იმ ტერიტორიაზე არსებობს. შემდგომ უკვე სხვა თხრილი, რომელიც დაფიქსირდა, ეს თხრილის გაფართოება იყო უკვე შემდგომი თხრილის გაფართოება, რადგან იმ თხრილის კუთხეში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ასევე მეორე სამეურნეო ორმო. თქვენ ხედავთ ახლა მეორე სამეურნეო ორმოს, ესე ვთქვათ, მცირე ნაწილს და გადაწყდა, რომ გაგვიგრძელებინა, ესე ვთქვათ, ამ სამეურნეო ორმოს საზღვრებით შეგვესწავლა. ამიტომ ეს გავაკეთეთ კიდეც ფოტო, სადაც ნაჩვენებია ამ ორმოში გამოვლენილი კერამიკული მასალა და აქ არის მხოლოდ ეს ნივთები, ესე ვთქვათ, რკინის დანა, ბრინჯაოს ისრისპირი და ოფსიდიანის ისრისპირი ანატკეცი, ესე ვთქვათ. ეს უკვე არის მე-4 თხრილის გეგმა, სადაც გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის, ესე ვთქვათ, მცირე ფორმირება. ეს შეიძლება წარმოადგენდა, ესე ვთქვათ, რაღაც შენობის ნაწილს ამ შემთხვევაში, რომელიც ჩავარდნა ძალიან კარგად ჩანდა ზედაპირიდან და წარმოადგენდა ამ შენობის ნაწილს. ჩვენ უბრალოდ ძალიან მცირე თხრილი გავავლეთ, რომ გაგვეგო ამ შენობის პერიოდი და ამ თხრილში გამოვლინდა, ესე ვთქვათ, ეს მასალა, რომელსაც ახლა ხედავთ. აი. როგორც გითხარით, ძალიან შერეული ფენები არსებობს, შერეული ფენებია, განსაკუთრებით ამ ფერდის ჩრდილო ნაწილში, რომელიც
არის წარმოადგენს ესე ვთქვათ კლდიდან ჩამოცვენილი მასალის და ესე ვთქვათ ნაგორავები მასალის დიდ ერთობლიობას. მოკლედ რო შევაჯამოთ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეხლა ჩვენმა ექსპედიციამ ამ სეზონზე 2025 წლის სეზონზე ესე ვთქვათ დაადასტურა, ანუ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ასევე რომ გაგვიგრძელებინა ბატონი ზურაბ-რაგვაძის ესე ვთქვათ დაწყებული საქმე. მეორე მიზანი იყო რომ დაგვეფიქსირებინა აქ მტკვარ-არაქსული ფენების არსებობა, სამწუხაროდ დაზიანება იმდენად დიდია რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა, რადგან ფერდი თავად არის გეოლოგიური კატასტროფის წინაშე და ეს არის მეწყერული ზონა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და მისი ნაწილი ყოველდღიურად დაბლა სამხრეთისკენ იჩოჩებს მოსახლეობისკენ. ამიტომ იქ არსებული, ესე ვთქვათ, არქეოლოგიური ფენების უკვე ნდობაც ძალიან ეჭვის ქვეშ დადგებოდა, ძალიან გართულდებოდა აქ არსებული, ესე ვთქვათ, მტკვარ-არაქსული ფენების, თუნდაც ისე გართულდა ასევე წინარე ანტიკური ხანის არქიტექტურის დაფიქსირება, რადგან სწორედ გეოლოგიურმა ფაქტორებმა ამ შემთხვევაში შეუშალა ხელი, რომ კარგად შემორჩენილიყო ამ არეალზე თუნდაც არქიტექტურა და სამარხების დაფიქსირებას რაც შეეხება, სამარხების არსებობაზე ინფორმაცია უკვე არის 19 საუკუნიდან მოყოლებული, 100 წელზე მეტია იციან რომ აქ არის სამარხები, ამიტომ იქ მოსახლეობათან ასევე ამუშავებს მიწას, ამიტომ იქ ძალიან ჭირს რაიმე დაუზიანებელი ნაშთების მიკვლევა. მადლობთ ყურადღებისთვის, კითხვებზე გავცემ პასუხს. ძალიან პატარა კომენტარს დავაკეთებ, ქონდა საშუალება ჩავსულიყავი წლევანდელი მასალა და უბრალოდ ერთ რაღაცას გავუხავ ხაზს. ზურაბ-რაგვაძე სადღაცას რომ ჩავიდოდა და პირველად სხვას რომ დააკლავდა და ითქვა აქ ეს უნდა იყოს, იქ ის დასტურდებოდა, სადაც იყო და აქ არაფერი არ იქნება, ის დასტურდებოდა ეს და ამ წლევანდელი მასალიდანაც ზუსტად იგივე გამოჩნდა, რაც მე-22-ში ვიყავი მაზრის ექსპედიციაში და სადაც წერტილის ხელი დაადო და თქვა რომ აქ უნდა იყოსო, იქ დაიდო ეს გათხრისინი, რა ქვია, შუქები და მართლა იქ დასტურდა, რასაც ებოდა იქ დასტურდა. არ ვიცი რანაირად ახერხებდა ეს ადამიანი, რომ ზუსტად შეერჩია ეს ადგილები, სადაც რაღაცა ეგულებოდა, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რაც წინა წელს დაადასტურა, იგივე წელსაც გამეორდა ერთადერთი უბრალოდ მტკვარ-არაქსის ფენამდე ეყარუხდა გაჭერა და ვეღარ დადასტურდა. ეს არის მოკლედ ბატონ ზურას შევეხედა, უბრალოდ ამას მინდოდა ხაზი გამესვა, ძალიან ძნელია რომ მას ვეღარ ხედავთ ვერზე და ბევრი რაღაცა